შეძლებს თუ არა დასავლეთი წარმატებით წინააღმდეგობა გაუწიოს ისლამისტურ ტერორიზმს. აშეშოს, რომელიც თითქოს ირანს ნებდება მას შემდეგ, რაც მას მძიმე დარტყმები მიაყენა მის სამხედრო ძალებს, სპირთულ და სარაკეტო პროგრამებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მისი ლიდერების უმეტესობა ისრაელთან ერთად განხორციელებულ დარტყმებში მოკლეს. საკითხავია, აქვს თუ არა მნიშვნელობა მის მაღალტექნოლოგიურ იარაღს და გამოცდილი მფრინავებისა და ჯარისკაცების არსებობას. თუ ამერიკელ ლიდერებს აკლიათ ნება ან მოთმინება, რომ ებრძოლონ ისლამისტურ ტერორისტულ რეჟიმს, რომელსაც შეუძლია დრონები ესროლოს ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემებს. ამ კვირაში Think Twice-ში სამხედრო ექსპერტ პოლკოვნიკ რიჩარდ კემპთან ერთად დეტალურად განვიხილავთ ირანთან ომს და იმას, შეუძლია თუ არა რეალურად შეერთებულ შტატებს დაამარცხოს თავისი მტრები და არ უღალატოს მოკავშირეებს. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Think Twice-ში. შეერთებულმა შტატებმა უკვე გაარკვია, როგორ დაამარცხოს ტერორისტი მტრები, რომლებიც ექსპერტების თქმით ასიმეტრიულ ომს აწარმოებენ. ომი, რომელიც დაიწყო თებერვლის 28 რიცხვში და რომელშიც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა უპრეცედენტო სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. როგორც ჩანს, დასრულდა ისე, რომ ვაშინგტონმა ვერ მიაღწია იმ მიზნებს, რომლებიც კონფლიქტის დასაწყისში ჰქონდა დასახული. ჰორმუზის სრუტეში გემების დაშინებით თეირანის რეჟიმმა გაზის ფასები გაზარდა და ომი შეერთებულ შტატებში იმდენად არაპოპულარული გახადა, რომ ვაშინგტონზე მეტხანს გაძლო. პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ფაქტობრივად ისლამისტურ რეჟიმს ომში გამარჯვებას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ შეუძლია კურსის შეცვლა, თუ როგორც ჩანს, ვიცე-პრეზიდენტი JD Vance აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, რომ მოუწევს მშვიდობის შეთანხმებაზე დათანხმება, რომელიც არ არის უკეთესი ვიდრე ბარაკ ობამას კატასტროფულად სუსტი ირანის ბირთვული შეთანხმება. ომის ამ დამთრგუნველმა დასასრულმა მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა 21 საუკუნის ომებზე და დასავლეთის ნებაზე. დაიცვა საკუთარი თავი. ამ საკითხის განსახილველად დღეს ჩვენთან ერთად ყავს და ვგულისხმობ, რომ პირადად ყავს, რადგან Think Twice-ის ეს ეპიზოდი იწერება JNS სტუდიოში, იერუსალიმში. ჩვენთან ერთად არის ომის, ტერორიზმისა და სამხედრო სტრატეგიის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი. პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი არის ბრიტანეთის სამხედრო ოფიცერი და კომენტატორი პენსიაზე, სენდჰერსტის, ბრიტანეთის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული. ის არის დაჯილდოებული პირველი სპარსეთის ყურის ომის ვეტერანი, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიის, ბოსნიის, ავღანეთისა და ერაყის კონფლიქტების მონაწილე, სადაც მან ჯარისკაცებს უხელმძღვანელა. ასევე იყო საერთაშორისო ანტიტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი ბრიტანეთის მთავრობის გაერთიანებული სადაზვერვო კომიტეტის ფარგლებში. პენსიაზე გასვლის შემდეგ მან დაწერა და ისაუბრა სამხედრო საკითხებზე, ტერორიზმსა და სტრატეგიაზე. პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Think Twice-ში. ჯონათან თობინ, ჩემთვის დიდი პატივია. აქ იერუსალიმში ვარ JNS-ის კონფერენციაზე დასასწრებად, რომელიც ახლახან დასრულდა და ეს იყო მართლაც შესანიშნავი, ფენომენალური კონფერენცია, რომელიც ვფიქრობ, ვინც არ დაესწრო, ბევრს ჩამორჩა. არა, მეც ასე ვფიქრობ. ბევრი შესანიშნავი მომხსენებელი ყავდა და 3 დღე გაგრძელდა და უწყვეტი მართლაც საინტერესო საუბრები. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თქვენც იქ იყავით. მადლობთ. კარგი, მინდა დავითხოვ თქვენთვის ერთი შეკითხვის დასმით, რომელიც ჩვენს მიმდინარე სტრატეგიულ დილემას ეხება. და ამაში გულისხმობ დასავლეთ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს. მოითმინეთ ერთი წუთით. საერთაშორისო სამიტზე ერთ-ერთი სესია, რომელზეც ახლახან ვისაუბრეთ, წაიკითხა პროფესორმა იუვალ სტაინიცმა, რომელიც არის კომპანია რაფაელის ხელმძღვანელი. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ისრაელის მაღალტექნოლოგიური სამხედრო საწარმო. იცით, ამ სახელს ნახავთ რკინის გუმბათის გამანადგურებლებზე და კიდევ ბევრ არამეზე. და მან ისაუბრა სესიაზე, სადაც გვესაუბრებოდა იმ საოცარ ტექნოლოგიურ მიღწევებზე, რომლებიც ისრაელმა მიაღწია. როგორ მისი სიტყვებით იცით, ისრაელის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა თქვა, რომ მის გარეშე ისრაელი ვერაფერს შეძლებდა. იცით, ეს ასეა და ეს სიმართლეა. მან უზარმაზარი ტექნოლოგიური უპირატესობა მისცა როგორც ისრაელს, ისე შეერთებულ შტატებს ირანთან ბრძოლაში. მაგრამ მოდით ერთი წუთით დავფიქრდეთ, სადამდე მიგვიყვანა ამან და მომეცით მოთმინება. ამან გამახსენა ლექცია, რომელიც სტუდენტობისას დიდი ხნის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტში ისტორიის შესწავლისას მოვისმინე. როდესაც სტრატეგიასა და გლობალურ კონფლიქტებს სწავლობდი, ამ კურსს მაშინ ძალიან ცნობილი მეცნიერი, უკვე გარდაცვლილი, ვორნერ შელინგი კითხულობდა.
და შელინგი გვესაუბრებოდა იაპონელების ტაქტიკურ და ოპერაციულ უპირატესობაზე მოკავშირეებთან შედარებით მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. და მან თქვა, რომ იაპონელებს ომის დასაწყისში სულ მცირე უკეთესი თვითმფრინავები ჰქონდათ, უკეთესი ხომალდები და უფრო გამოცდილი მფრინავები ყავდათ. მათ ოპერაციული სტრატეგიების თვალსაზრისით ბევრად უფრო განვითარებული მიდგომები ჰქონდათ. მათ შეისწავლეს, როგორ გამოეყენებინათ ავიამზიდები ისეთი გზებით, როგორცაც მოკავშირეები, როგორც ბრიტანეთი, ასევე შეერთებული შტატები არ იყენებდნენ. მათ შეისწავლეს, როგორ ჩაეტარებინათ ამფიბიური შეჯრები, რასაც მოკავშირეები ომის განმავლობაში ისწავლიდნენ. და როცა ამას ვიხსენებ, მაგრამ რაც მან თქვა იყო ის, რომ მიუხედავად მათი უზარმაზარი უპირატესობისა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, მათ არ ჰქონდათ სტრატეგია თუ როგორ მოეგოთ ომი. ამის გარდა მათ ჰქონდათ ეს გიჟური იდეა, რომ თუ ისინი, ხო გესმით, მოულოდნელად შეუტევდნენ შეერთებულ შტატებს და ძლიერ დათქმას მიაყენებდნენ, ამერიკელები დანებდებოდნენ, მაშინ როცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო, ამან დამაფიქრა იმაზე, სად ვიმყოფებით დღეს. გულისხმობ, რომ თუ ტოკიოში ვიჯდებოდით მაგალითად 1942 წლის მარტში, შეგვეძლო მოგესმინა მსგავსი ლექციისთვის ყოველგვარი უპატივცემულობის გარეშე. ხო გესმით, როგორც ებრაულად ვამბობთ, ლალ ჰაბდილ, პროფესორ შტაინიცსა და იმ დროის იაპონელებს შორის. მაგრამ შეგვეძლო მოგესმინა ლექცია იმის შესახებ, თუ როგორ სჭარბობდა იაპონიის იმპერიული არმია და ფლოტი მოკავშირეებს. სრული უპირატესობა, როგორც აჩვენეს, ხო გესმით, არა მხოლოდ Pearl Harbor-ში, არამედ ფილიპინებში, მალაიაში, სადაც ბრიტანელები არა მხოლოდ დამარცხდნენ, არამედ ორი საბრძოლო ხომალდი გაგზავნეს მალაის სანაპიროზე, ავიაციის გარეშე. თითქოს 1914 წელი იყო და შემდეგ გაკვირვებულები დარჩნენ, როცა ეს ხომალდები დაკარგეს. ასე რომ, დაფიქრდით, არ მინდა ზედმეტად ზუსტი ისტორიული პარალელი გავალო, ხო გესმით, ძალიან ზუსტი ანალოგია. ცხადია, ხო გესმით, შეერთებული შტატები არ არის, იაპონია და ირანი არ არის, ხო გესმით, არც მაშინდელი შეერთებული შტატები ან ბრიტანეთი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დასავლეთს აქვს უზარმაზარი ტექნოლოგიური უპირატესობა განსაკუთრებით ირანსა და მის ტერორისტულ დამხმარე ძალებზე. მაგრამ გვაქვს კი რეალურად სტრატეგია, რომ დავამარცხოთ ისინი. იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები ამჟამად თითქოს ირანს ნებდება თუ მოლაპარაკებები ისეც არ იმართება როგორც ჩანს, ჩვენ არ გვაქვს გამარჯვების სტრატეგია ომში, ისევე როგორც მაშინ იაპონიას არ ჰქონდა. ფიქრობ, აქ სირთულე იმაშია, რომ მეორე მსოფლიო ომის წყნარ ოკეანეში ამერიკამ თავად განსაზღვრა სტრატეგია, ხოლო ამ შემთხვევაში ყველაფერი უფრო რთულადაა. სტრატეგიას ამერიკის პრეზიდენტი და გენერლები განსაზღვრავდნენ. აქი ორი ქვეყანა, ძირითადად ორი ქვეყანა წყვეტს, როგორი იქნება სტრატეგია. და მე არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, რომელსაც ძალიან კაფიო და თანმიმდევრული სტრატეგია აქვს, რომელიც ვფიქრობ მან ალბათ 7 ოქტომბრამდე შეიმუშავა და უდავოდ 7 ოქტომბრის შემდეგაც და ჩვენ ვხედავთ, როგორ ვითარდება ეს სტრატეგია. კარგი სტრატეგია შეიცვალა, ის ადაპტირდა, ის მორგებულია სიტუაციაში ცვლილებებს, მაგრამ ვფიქრობ, მას საერთო სტრატეგია აქვს. მეორე მხრივ ამერიკელები, რომლებიც ნამდვილად უნდა განვიხილოთ, ვფიქრობ, როგორც ამ ურთიერთობის უფროსი პარტნიორი, არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ აქვთ სტრატეგია. ვფიქრობ, მათ ჰქონდათ სტრატეგია ამ საკითხის ირანთან ურთიერთობისთვის, მაგრამ მგონია, რომ ეს შეიცვალა. ვფიქრობ, პოლიტიკურმა ცვლილებებმა და ომის განვითარებამ ფაქტობრივად პრეზიდენტი ტრამპი აიძულა თავისი სტრატეგია გვერდზე გადაედო. ეს არ ნიშნავს, რომ ის მას არ დაუბრუნდება. და ვფიქრობ, მართალი ხართ, რომ ამ ეტაპზე ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით სიტუაცია საკმაოდ შემაშფოთებლად გამოიყურება. მაგრამ ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ისეთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია და არაერთხელ გვინახავს, რომ მოულოდნელად იცვლის მიმართულებას, რაც ზოგ შემთხვევაში სიძლიერია, თუმცა არა აუცილებლად ამ შემთხვევაში. და შეიძლება ვიხილოთ, რომ ეს სტრატეგია ისევ სწორ გზაზე დაბრუნდეს. მაგრამ ვფიქრობ, ეს არის მთავარი განსხვავება, ჩემი აზრით, წყნარი ოკეანის თეატრს შორის. და იყო, იცით, მთლიანობაში თუ მეორე მსოფლიო ომს შეხედავთ, სტრატეგიასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა იყო და ეს ნაწილობრივ იმიტომ იყო, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოებები არსებობდა, რომლებიც ორი მთავარი მოკავშირე ძალა მოკავშირე მთავრობები იყვნენ და ჩვენ იქ გარკვეული პრობლემები დავინახეთ. და ვფიქრობ, რომ ძალიან ადვილია თუ უნივერსიტეტის პროფესორი ხარ სტრატეგიის დაგეგმვა და იმის განსაზღვრა თუ როგორ უნდა მუშაობდეს სტრატეგიული აზროვნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს სრულიად განსხვავებულია, როცა რეალურ სიტუაციას აწყდები,
რომელიც მხოლოდ ადგილზე მყოფ მებრძოლებს არ ეხება. ეს ასევე ქვეყნის შიგნით ამომრჩეველსაც ეხება. მაგალითად, ის მოიცავს უამრავ სხვა ეკონომიკურ ფაქტორსაც. გმადლობთ, რომ მოусმინეთ Think Twice. თუ გვისმენთ რომელიმე პოდკასტ პლატფორმაზე ან გვიყურებთ პირდაპირ ეთერში Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ JNS. დააცკაპუნოთ ზარზა შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვოთ კარგი შეფასებები. ასევე Think Twice-ის გარდა არსებობს Jonathan Tobin-ის ყოველდღიური პოდკასტიც, სადაც მე თქვენთან ვაზიარებ მეტ სიახლესა და ანალიზს იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშე წრეს ვდგავართ. ყოველდღიურ გადაცემას იპოვით სახელწოდებით Jonathan Tobin Daily. JNS-ის არხზე, სადაც არ უნდა უსმენდეთ თქვენს პოდკასტებს. და ეხლა დაუბრუნდეთ დღევანდელ პროგრამას. დიახ, ვფიქრობ ამაში აბსოლუტურად მართალი ხართ. ცხადია, ამჟამად ეს პოლიტიკური ფაქტორები დომინირებს. ნახავთ, როგორც თქვით, ესე თუ განვითარდება მოვლენები. ამჟამად, როგორც იცით, როგორც JNS-ში დავწერე ჩემს სვეტში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ჩანს, რომ JD Vance სტაზე ატარებენ. მისი საგარეო პოლიტიკის მიდგომისთვის და მეშინია, რომ ირანელებთან მოლაპარაკებების დავალების მიცემით, იცით, ეს კლასიკური მაგალითია იმისა, რომ ფრთხილად უნდა იყო რას ისურვებ. ფიქრობ, როცა სტრატეგიაზე ვსაუბრობთ, ერთი რამ, რაც დასავლეთს აკლია, არის დიდი სტრატეგია, მათ შორის გლობალურ ჯიჰადთან ბრძოლისათვის. და თანმიმდევრულობა არ არსებობს. თანმიმდევრულობა არ არის თვითონ მთავრობებშიც კი და მით უმეტეს დასავლეთის მთავრობებს შორის. დიახ, მგონია სწორედ ამას გულისხმობ. მართალია. და ეს იყო რაღაც მნიშვნელოვანი. ესე რომ ეხლა ირანის ფარგლებს გარეთ გადავდივართ. მაგრამ ეს იყო რაღაცა, რაც იცით, დასავლურმა ძალებმა შეიმუშავეს, რათა საბჭოთა კავშირთან გამკლავებოდნენ ცივი ომის დროს, რაც საბოლოო წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მან გაიარა რამდენიმე სხვადასხვა, იცით, ტრანსფორმაცია. ვიეტნამიდან, იცით, ვარსკვლავური ომები. ზუსტად, მაგრამ მე ვფიქრობ, მე ადრე საუბრობდი ირანთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე, მაგრამ ისლამურ ჯიჰადთან გამკლავების დიდი სტრატეგია სრულიად არ არსებობს. ხო, ისინი ზუსტად ასე არიან, ანუ ეს უკვე მოხდა, ჩვენ ეს ბევრჯერ გვინახავს ადრე. დიდი ძალები დაბნეულები არიან ასიმეტრიული ომით. და ეს დაახლოებით ისა, რაც ახლახან ნახეთ ხორმუზის სრუტეში, არა? ზუსტად ესეა და ეს არის იცი ერთ-ერთი იმ პრობლემათაგან, რომელიც რეალურად მეორე მსოფლიო ომის დროს არ არსებობდა, ან მართლაც მანამდე ომებში და ზოგიერთში მას შემდეგაც. არის დასავლეთის ქვეყნების ნამდვილი უხალისობა. გადაიხადონ ის ფასი, რაც საჭიროა წარმართებების ან გამარჯვების მისაღწევად. იმაში, რასაც შეიძლება ასიმეტრიულ კონფლიქტს უწოდებდეთ, ან საერთოდ ნებისმიერ კონფლიქტში ფიქრობ. იცით, ფიქრობ, მაგალითად, თუ რუსეთსა და უკრაინას შეხედავთ, მგონია, რომ ორივე მხარემ მზად არის გადაიხადოს საჭირო ფასი, სულ მცირე გარკვეულ დონემდე. მაგრამ არ ფიქრობ, რომ ეს საერთოდ არსებობს, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში. და ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა დასავლეთში არსებული შიში და მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დამოკიდებულება, ეს შესამჩნევი რამებია, მაგრამ ისინი უბრალოდ უფასოდ არ მოდის. ფიქრობ, ამან მართლაც დაასუსტა ის, რაც ითვლებოდა ძალიან წარმატებულად, ალბათ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო ალიანსად ნატო. ფიქრობ, დასავლეთ ევროპაში არსებული ამჟამინდელი აზროვნება და დამოკიდებულება მართლაც დაასუსტა ნატო. კი. მოდი ცოტა ვისაუბროთ იმაზე, რაც 28 თებერვლის შემდეგ მოხდა. რამდენად სრული იყო სამხედრო გამარჯვება ირანზე და შეეძლოთ თუ არა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფა. თუ ვაშინგტონი ამას გადაწყვეტდა. თუ ეს იყო, როგორც ახლახან თქვით, ასიმეტრიული ომის შემთხვევა, სადაც ირანულ დრონებს შეეძლოთ განუსაზღვრელი დროით ემუქრათ გემებისთვის, გულისხმობ, შეძლებდნენ თუ არა ისინი გადარჩენას, თუ შეერთებული შტატები რეალურ კოორდინირებულ მცდელობას გააკეთებდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. არ ვფიქრობ, რომ შეძლებდნენ. არა, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნებოდა ჰორმუზის სრუტის გახსნა, ან ღია მდგომარეობაში შენარჩუნება. და ამერიკელებმა აშკარად იცოდნენ ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობა, ისევე როგორც ისრაელელებმა. არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ამერიკელებმა არ იფიქრეს, ვაპირებდი მეტყვა იაპონიაზე, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვას. ამას შენს თავში ჩავარდებ. ირანი ჰორმუზის სრუტის დახურვას აპირებს. ეს აშკარად აბსურდული წინადადებაა. ეს პირველი რამ იქნებოდა, რაც მათ თავში მოუვიდოდათ.
შეიძლება დაასკვნეს, რომ ეს საჭირო არ იქნებოდა, რადგან ირანის დასაწყისში მათი განადგურება იმდენად დიდი იქნებოდა, რომ ირანს ჰორმუზის სრუტის დახურვის უნარი აღარ ექნებოდა. ამ შემთხვევაში, თუ ასე ფიქრობდნენ, როგორც ნახეთ, არასწორად გათვალეს. მაგრამ მე ნამდვილად მჯერა, რომ სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი იქნებოდა ამის თავიდან აცილება. ან სულ მცირე, მას შემდეგ რაც ეს მოხდებოდა, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა. ალბათ საჭირო იქნებოდა სახმელეთო ძალების შეყვანა, არა აუცილებლად მასშტაბურად და ხანგრძლივად დიდ ტერიტორიაზე, არამედ შეზღუდული რაოდენობით გარკვეულ საკვანძო ადგილებში, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებენ. მაგრამ აშკარად, ძალიან აშკარად, შეერთებული შტატები არ იყო და ალბათ არასდროს იქნებოდა მზად, რომ ამ სიტუაციაში სახმელეთო ძალები შეეყვანა. ეს საკმაოდ სერიოზული ნაკლია თუ ირანთან ბრძოლას ცდილობ. თუ გჯერა, რომ შეერთებული შტატები ამას ნამდვილად არ გააკეთებს, რადგან ბევრი სპეკულაცია. გულისხმობ, ცოტა უფრო დეტალურად ვისაუბრებთ იმაზე, საით მივდივართ ომის შედეგებთან დაკავშირებით. მაგრამ როგორც შენ ამბობ, შეერთებულ შტატებს ნამდვილად აქვს ამის შესაძლებლობა, იცი, ძალებიც აქვს ამის გასაკეთებლად. მაგრამ მგონია, რომ ეს ისევ არის, იცი, ერთი ნაბიჯით უკან დახევა უფრო გლობალური ხედვით შეხედვა კონფლიქტს. თუ არ გაქვს სურვილი ჩაერთო ამ კონფლიქტში, როგორც, იცი, აშკარად, როგორც შენ ამბობ, უკრაინა და რუსეთი ორივე მზად არიან სიკვდილამდე იბრძოლონ, შეერთებული შტატები თითქოს არა და აშკარად ისრაელიც მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა თავისი ქვეყნის დასაცავად, რადგან იცი, ჩვენ აქ იერუსალიმში ვზივართ, იცი, ისრაელის ჯარისკაცებმა იციან, რისთვის იბრძვიან. რისთვის იბრძვიან თავიანთი სახლებისა და ოჯახებისთვის. იცი, შეერთებულ შტატებს თითქოს ეს ნება არ აქვს. და როგორც შენ აღნიშნე, ევროპა, იცი, ამერიკის ტრადიციული ევროპელი მოკავშირეები, იცი, დასავლეთში, მათ შორის ბრიტანეთი, ქვეყნები, რომლებსაც ნამდვილად არ სურდათ ამ კონფლიქტში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ირანისგან ისეთივე საფრთხე ემუქრებათ, როგორც სხვებს. მათაც არ აქვთ ნება. სრულიად მართალი ხარ და ეხლა ხან სანამ შევხვდებოდით, ვესაუბრებოდი ისრაელის თავდაცვის ძალების მოქმედ ჯარისკაცს, რომელიც ეხლა ხან გამოვიდა ლიბანიდან და ბევრ მათგანთან მისაუბრია, ასევე ჯარისკაცებთან, რომლებიც გაზაში იბრძოდნენ და კლავაც იბრძვიან გაზაში და სხვაგანაც. და მან მითხრა, რომ ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა ყველა ისრაელელს სურს იბრძოლოს და გაიმარჯოს. ისინი არ სურთ, იცით, ისინი აღიარებენ იმ საფრთხეებს, რასაც ჰეზბოლა, ჰამასი და სხვები წარმოადგენენ. და ირანი, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის მათ ოჯახებს, მეგობრებს, მთელ ქვეყანას. და ისინი ბრძოლას გამარჯვებისთვის აპირებენ. ფიქრობ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შენიშვნაა, რადგან ახლა უკვე 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს დიდი ომი არ დაწყებულა, არამედ 7 ოქტომბერს მოულოდნელად აფეთქდა. და ვფიქრობ, როდესაც უყურებ იმ მსხვერპლს, რაც ისრაელებმა გაიღეს, როგორც ადამიანური სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ასევე რა თქმა უნდა, ადამიანების სამუშაოს და ოჯახური ცხოვრების მხრივ, რადგან ისრაელი, ხო და ისრაელი ხო ძალიან დიდად არის დამოკიდებული რეზერვისტებზე. ფიქრობ, ეს ძალიან შთამბეჭდავი შენიშვნაა, რასაც ჩემი აზრით დღეს დასავლეთში, დასავლეთ ევროპაში, ასე ვთქვათ, ვერ იპოვით. და მეორე საკითხი, რაც მგონია, რომ უნდა აღვნიშნო, არის ის, რომ აშშ-ში ეს მე ვფიქრობ, ბევრად უფრო რთულია შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის, რომ დამოუკიდებლად რისკზე წავიდეს. ამ შემთხვევაში ისრაელთან ერთად, რა თქმა უნდა, მაგრამ მის ტრადიციულ მოკავშირეებთან გარეშე, როგორც თქვენ ახსენეთ, დასავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოში. ვიეტნამის ომის გარდა, ჩვენ ყველა კონფლიქტში ამერიკელებთან ერთად ვიბრძოლეთ. და ყველა კონფლიქტში მხარი დაუჭირეთ მათ. რაღაც რაც ტრამპს ზოგჯერ როგორც ჩანს დავიწყებული აქვს. მართალია, მაგრამ რეალურად პირველი მსოფლიო ომის დროიდან და სინამდვილეში მანამდეც კი ოპიუმის ომში მართალია. და ჩინეთთან, თუმცა არაოფიციალურად, მაგრამ ეს აღარ არსებობს. და ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო ართულებს პრეზიდენტისთვის გადაწყვეტილების მიღებას, როცა ის ითვლის, რამდენად შორს არის მზად წავიდეს, სად არიან მისი მოკავშირეები. და ვფიქრობ, ყველაზე შემაშფოთებელი ამაში ის არის, რომ ამერიკა აცლეულებია ევროპული თავდაცვის დაფინანსებას უზრუნველყოფს. იცით, მაშინ როცა ევროპელები თავს იწონებენ სოციალური უზრუნველყოფით, კლიმატის ცვლილებით, ეროვნული ჯანდაცვის სერვისები და ასე შემდეგ, ყველაფერი ძალიან კარგი რამეა. აუცილებლად არ ვითხოვდი, რომ კლიმატის ცვლილება კარგია, მაგრამ დანარჩენები კი. და მათ ამის გაკეთება შეძლეს, იმიტომ რომ
ამერიკამ ფაქტობრივად მათი თავდაცვა დააფინანსა. და ასეა და დონალდ ტრამპმაც თავად გააკეთა კომენტარი ამაზე და სწორადაც რო იცით, ჩვენ ევროპას ვაფინანსებდით და სად არიან ისინი, როცა ჩვენ გვჭირდება ისინი. ხო, და მე ვფიქრობ, იცით, ანალოგია აქ ისაა, რომ ჩვენ საუბრობდით მეორე მსოფლიო ომზე, ისრაელები ისე ჟღერიან, როგორც ამერიკელები და ვიცი, ბრიტანელი ჯარისკაცები, მეზღვაურები და მფრინავები ჟღერდნენ მეორე მსოფლიო ომში. ყველა მიცოდა, რისთვის იბრძოდა და შეიძლება ყოველთვის ბედნიერები არ იყვნენ, იცით, წუწუნებდნენ, ისრაელებიც წუწუნებენ, მაგრამ იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ. ვიტყოდი, იცით, ამერიკელი სამხედროები, რომლებსაც ბოლო წლებში შევხვდი, ისინი ყველა მოხალისეები არიან. არ ფიქრობ, რომ ისინი ყოყმანობენ. სწორია. სრულიადაც არა, რომ გააკეთონ ყველაფერი საჭირო ირანის წინააღმდეგ. მახსოვს, რომ გამემგზავრეს საკრუიზო სასწავლო კრუიზზე USS-თან ერთად, იცით, ავიამზით ტრუმენთან. და ვკითხე მათ ირანზე. იცით, ირანზე რამდენიმე მფრინავზე და კაპიტანზე. და იყო ესეთი პასუხი. ჩვენ არ გვჭირდება საჰაერო ძალები. ჩვენ უბრალოდ გვინდა მივცეთ საშუალება, მივიდეთ მათთან. იცით, ორი ავიამზიდის დარტყმის ჯგუფი საკმარისია. შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა. იგივე ეხება ბრიტანეთს, ანუ სხვა ევროპული ქვეყნების სახელით ვერ ვისაუბრებ. მაგრამ ბრიტანელი ჯარისკაცები ძალიან ენთუზიაზმით შეხვდებოდნენ ასეთ სიტუაციაში ჩაბმას. რადგან ბევრმა მათგანმა არმიაში ან შეიარაღებულ ძალებში იმიტომ შევიდა, რომ სურდა თავისი ქვეყნის დაცვა. და ისინი გარკვეულწილად მაინც ესმით ის საფრთხე, რომელსაც ირანი წარმოადგენს. მაგრამ რა და სამეფო საზღვაო ფლოტი, რომელიც ალბათ ჰენრი მერვის დროიდან ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, მართალია. ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს იმის გამო, რომ ბრიტანეთმა ვერ შეძლო ბრიტანეთის სუვერენული ტერიტორიის, კვიპროსის დაცვაზე სერიოზული მცდელობის გაკეთებაც კი, როდესაც ის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. ასე რომ, როცა ვამბობდი, რომ დასავლეთში ნდება არ არის, ვფიქრობ ეს უფრო პოლიტიკურ ნებას ეხება, ვიდრე ნების საკითხს. ეს მსოფლიო არა, ეს ვესტმინსტერის ნება და არა შეიარაღებული ძალების ნება. კი, sorry. კარგი, თუ ტაქტიკური სიტუაციიდან ისევ ერთი ნაბიჯით უკან დავიხევთ, როგორ ფიქრობთ, რა შედეგები ექნება ირანის მიმართ ახალ დათმობის პოლიტიკას, თუ ეს მართლაც ისაა, რასაც აშშ საბოლოოდ გააკეთებს? ფიქრობთ, რომ ის ზიანი, რაც ბოლო თვეებში შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა მიაყენეს, საკმარისია იმისთვის, რომ ისლამისტური რეჟიმი განუსაზღვრელი დროით შეაკავონ, როგორც ზოგი ამბობს? ან შეიძლება ირანმა, რომელმაც ალბათ სამარხიანადაც კი შეიძლება თქვას, რომ წარმატებით გაუძლო აშშ-ს ზეწოლას, კვლავ გააცოცხლოს თავისი ამბიციები რეგიონული ჰეგემონიისა და საერთაშორისო ტერორიზმის გაფართოებისკენ. მე ვფიქრობ, რომ ორივე რაღაცით მართალია სინამდვილეში. ირანელები აშკარა ძალიან ხმამაღლა აცხადებენ, რომ დაამარცხეს შეერთებული შტატები, მაგრამ რეალურად ეს სულ სხვა ამბავია. შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ერთად გაანადგურეს ირანის შეტევითი შესაძლებლობები. გაანადგურეს. სულიად არ გაუნადგურებიათ, მაგრამ ეს იყო ფენომენალური დარტყმები და ჩვენ მოვისმინეთ იუვალ სტაინიცისგან, როგორც თქვენ ადრე ახსენეთ, ზუსტი დარტყმების შესახებ ომის პირველივე დღეებში, რაც უპრეცედენტოა ომების ისტორიაში, ფლოტი პრაქტიკულად აღარ არსებობს ირანში, არმია ან ყოველ შემთხვევაში ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია აღარ არსებობს, იერარქიის დიდი ნაწილი და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ასე შემდეგ პრაქტიკულად მინიმალურ დონემდეა დაყვანილი. ამიტომ მათ ამ ყველაფრისგან უზარმაზარი ზიანი მიიღეს, არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ, მათ მართლაც დიდი ზიანი მიიღეს. და ეს ვფიქრობ, რომ ეს დროებით შეაჩერა მათი აგრესია ისრაელისა და სხვა რეგიონული სახელმწიფოების მიმართ. ბირთვული შესაძლებლობები, რაც ალბათ ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს, ასევე ძალიან სერიოზულად განადგურდა. სულად არა, მაგრამ ძირითადად განადგურებულია, თუმცა მათ ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული მაღალგამდიდრებული ურანი. ფიქრობ ეს შეიძლება შეკეთდეს. სინამდვილეში ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში შეიძლება შეკეთდეს და თუ ამის უფლებას მისცემენ, ისინი შეკეთდება. და იცით, შეიძლება ეს რამდენიმე წელი იყოს, შეიძლება ცოტა მეტი, შეიძლება ცოტა ნაკლები, დასჭირდეთ, რომ ბირთვულ პროგრამაში იქ დაბრუნდნენ, სადაც ადრე იყვნენ, თუ ამის უფლებას მისცემენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ირანის მიმართ დათმობის პოლიტიკა, თუ ეს მართლაც ასე მოხდება და მართალი ხართ, ვფიქრობ, რომ ეს შენიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რას გააკეთებს შემდეგ დონალდ ტრამპი. ჩვენ არ ვიცით, თუ ოდესმე მას მობეზრდება ირანის პასუხები. თანამშრომლობის ნაკლებობა, რასაც მომდევნო 60 დღის განმავლობაში ვიხილოთ. და შეიძლება გადადოს ქმედება მანამ, სანამ მიაღწევს
შუალედურ არჩევნებსაც კი. რადგან აშკარად ეს არის მის გონებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. და იმედია თუ მანამდე არაფერი მოხდება, იმედია ისინი მაშინ დაუბრუნდებიან ბრძოლას იმ ორი არჩევნებისგან თავისუფალი წლის ფონზე, რაც მას ექნება აშეტეში. მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ეს უზარმაზარი საფრთხე. და თავარი საფრთხე ისრაელისთვისა, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის და ასევე ვიტყოდი მეორადი საფრთხეა დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ესე რომ ეს ვფიქრობ ძალიან რთული სიტუაცია. და ისრაელმა ამ პერიოდში უნდა კონდეს გარკვეული წითელი ხაზები, ჩემი აზრით. და ეს წითელი ხაზები უდაოდ მოიცავს უსაფრთხოების ზონის შენარჩუნებას ლიბანში. რა თქმა უნდა, ჰამასის საკითხის მოგვარებასაც. იქნება ეს უბრალოდ არსებული უსაფრთხოების ზონის შენარჩუნება და გაფართოება თავდაპირველად, შემდეგ კი უფრო სრულად მათთან გამკლავება. მაგრამ ისრაელმა უნდა შეინარჩუნოს ეს წითელი ხაზები და ასევე უნდა შეინარჩუნოს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში ირანს დაარტყას. და როცა ვამბობ შესაძლებლობას, ისრაელს ეს შესაძლებლობა უკვე აქვს, მაგრამ მას ძირითადად სჭირდება თანხმობა, ან თუ არა თანხმობა, იყოს მზად გარკვეულწილად დაშორდეს ამერიკას საკუთარი თავდაცვითი საჭიროებების გამო ირანთან მიმართებაში. და ეს ძალიან რთულია. ეს არ არის, იცით, ეს მარტივი სიტუაცია არ არის. და ეს მე ვიტყოდი, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს არა მხოლოდ უნდა გაუმკლავდეს იმას, რომ რაც შეიძლება კარგ ურთიერთობაში იყოს პრეზიდენტ ტრამპთან, მაგრამ მას ასევე უნდა ახსოვდეს საკუთარი არჩევნები, რომელიც სავარაუდოდ ოქტომბერში გაიმართება. და ეს მნიშვნელოვანია. და მიზეზი, რატომაც ამას ვამბობ, ისაა, რომ მე არ ვსაუბრობ მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პოლიტიკურ მომავალზე, არამედ იმაზე, რა არის კარგი ამ ქვეყნისთვის. და მე ძალიან მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ვინმემ დაიკავოს ნეთანიაჰუს ადგილი და ისე ეფექტურად იმუშაოს, როგორც ის მუშაობს ისრაელის მტრების წინააღმდეგ. ამიტომ ფიქრობ, რომ ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი ვადა მე არ ვარ ის, ვინც ისრაელებს ეთქვის, როგორ მისცენ ხმა. მაგრამ ვერ ვხედავ ისრაელის პოლიტიკაში ვინმეს, ვინც ნეთანიაჰუსთან ახლოს მივა, ამ ძალიან რთულ სიტუაციაში გასამკლავებლად. დიახ, არ ვფიქრობ, რომ ვინმეს კიდევ აქვს ესეთი უსაფრთხოების გამოცდილება. და ვფიქრობ, რომ ცხადია, შეგიძლია გიყვარდეს ის, შეგიძლია გძულდეს, შეგიძლია ფიქრობდე, რომ ძალიან დიდხანს არის პოლიტიკაში. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლო 2 წელიწადი და ნახევარი, 7 ოქტომბრის შემდეგ, და იცით, მასაც ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერზეც, რადგან ეს მისი მმართველობის დროს მოხდა. ფიქრობ, ეს ბოლო 2 წელიწადი და ნახევარი მისი საუკეთესო პერიოდი იყო სინამდვილეში. დიახ, გეთანხმებით. ფიქრობ, ცხადია, ყველა შეიძლება შეიცვალოს. კარგი, მგონი დეგოლმა თქვა, რომ სასაფლაოები სავსეა შეუცვლელი ადამიანებით. დიახ, აბსოლუტურად. მაგრამ მე მაინც, ჩემი შეზღუდული ცოდნით, ისრაელის პოლიტიკის შესახებ მაინც ვფიქრობ, რომ ამ რთულ სიტუაციაში ის ახლა საუკეთესო ადამიანია, ვინც შეიძლება ამ ყველაფერს გაუმკლავდეს. ხო. მოდით ვისაუბროთ ერთ-ერთ მიზანზე, რომელიც თითქოს ომის არაპირდაპირი მიზანი იყო, მაგრამ ხანდახან პირდაპირ ართქმულა. და ეს იყო რეჟიმის შეცვლა თეირანში. ფიქრობთ, ეს ოდესმე რეალისტური შესაძლებლობა იყო? თუმცა უნდა ვთქვა, იცით, Sir Neil Ferguson, დიდი ბრიტანელი ისტორიკოსი, ბრიტანეთ-ამერიკელი ისტორიკოსი, ამბობს, რომ სინამდვილეში რა, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა მიიღეს რეჟიმის შეცვლა, რადგან მათ მოკლეს ძველი ლიდერები. და ისინი შეცვალეს ადამიანება, რომლებიც თურამეა კიდევ უფრო შეუვალები არიან, ვიდრე ხამენეი იყო. დიახ, ვფიქრობ, რომ რეჟიმის შეცვლა ნამდვილად ისრაელის მიზანი იყო. და მჯერა, რომ ეს ასევე იყო სამხედრო კამპანიის მეტად სასურველი შედეგი შეერთებული შტატებისთვისაც. და უბრალოდ შეუძლებელია ამის თქმა. შეგიძლიათ თუ არა რეჟიმის შეცვლის მიღწევა. და თუ ომი, რომლის გამოც ახლა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში ვართ, ოდნავ სხვანაირად წარიმართებოდა, ჩვენ შეიძლება რეჟიმის შეცვლაც გვენახა. მაგრამ ეს სრულიად შესაძლებელია. და შეიძლება ახლაც მოხდეს. შეიძლება ახლო მომავალში ვიხილოთ. შეიძლება უფრო შორეულ მომავალშიც ვიხილოთ. თავარი საკითხი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ის, თუ რომელი რეჟიმი ჩაანაცვლებს არსებულ რეჟიმს. და როგორც სწორად აღნიშნეთ, თუ რეჟიმის შეცვლა უკვე ქონდა, ეს უკეთესობისკენ არ ყოფილა.
შეიძლება უარესობისკენ არ ყოფილა, მაგრამ უკეთესობისკენაც არ ყოფილა. მაგრამ ამის გამოთვლა ძალიან რთულია. ერთხელ ავღანეთში სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთაში ვიყავი ჩართული. და შეთქმულებს, რომლებიც პრეზიდენტ კარზაის გადაყენებას აპირებდნენ, უზარმაზარი თავდაჯერება ჰქონდათ. მე ვნახე საკმაოდ ბევრი დაზვერვითი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მათ ჰქონდათ უზარმაზარი თავდაჯერება, რომ შეძლებდნენ ამის გაკეთებას. როგორც აღმოჩნდა ისინი ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ოდესმე შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად ხარ მომზადებული, რამდენად ჭკვიანი გონია თავი, ან რამდენად კარგი დაზვერვა გაქვს. მე არ ვფიქრობ, რომ ოდესმე ნამდვილად შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო. მეტისმეტად ბევრი ცვლადია. ზუსტად. იცი, ლიბანზე გადავიდეთ. ფიქრობთ, რომ ისრაელი მიიღებს ჰეზბოლას დაბრუნებას სამხრეთ ლიბანში? თქვენ თქვით, რომ ისინი ვერ მიიღებენ, მაგრამ თუ ეს არის საბოლოო მშვიდობის ნაწილი და აქ სიტყვა მშვიდობა ბრჭყალებშია, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სწორედ ეს განიხილება. ეს რა მდგომარეობაში აყენებს ისრაელს და იცით, შეიძლება ეს იყოს მისაღები. ჩემი აზრით ეს მიუღებელია. ეს ალბათ ყველაზე კაცხი წითელი ხაზია, რაც ისრაელს უნდა ჰქონდეს, ჩემი აზრით. იცით, მე მინახავს ის განადგურება, რაც ისრაელის ჩრდილოეთში მოხდა. მე მინახავს ისრაელის მოქალაქეების ევაკუაცია ისეთ ადგილებიდან, როგორიცაა ქირიათ შმონა. და დღესაც კი იცით, მაშინაც კი, როცა უსაფრთხოების ზონა პრაქტიკულად ჩამოყალიბდა ლიბანის სამხრეთში, ძალიან ბევრი ადამიანი არ დაბრუნებულა ქირიათ შმონაში. თქვენ არ შეგიძლიათ, თქვენ არ უნდა დაუშვათ, რომ მოქალაქეები და თემები თქვენ სუვერენულ ტერიტორიაზე ეშინოდეთ დაბრუნების, ან თრის ქმედებებმა დაბრუნებაში ხელი შეუშალო. ასე რომ, ხო. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე ნაკლებად გაშუქებული ამბავი ახლო აღმოსავლეთში. როგორ მოახერხეს ჰეზბოლას ტერორისტებმა ფაქტობრივად ჩრდილოეთ ისრაელის ნაწილის დაცარიელება. და როგორც ჩანს, საერთაშორისო მედიაში არავის გონია, რომ ეს საერთოდ სიახლეა, მით უმეტეს, რომ ამაზე ზრუნვა ღირს. არა, იმიტომ რომ ვფიქრობ, ისინი სწორად ფიქრობენ ასე, რადგან მათ ებრაელები არ აინტერესებთ. ისინი ისრაელელებზე არ ზრუნავენ. მათი აზრით, და როცა ვამბობ მათი, ვგულისხმობ მედიის ბევრ წარმომადგენელს, დიპლომატიურ საზოგადოებას, პოლიტიკურ წრეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. იცით, ის ფაქტი, რომ ისრაელს სამხრეთ ლიბანის ზოგიერთი ნაწილის დეპოპულაცია მოუწია, მათ თვალში აშკარა ომის დანაშაულია. სინამდვილეში ასე არ არის, მაგრამ მათთვის ასე. ის ფაქტი, რომ ჰეზბოლამ ძირითადად ჩრდილოეთ ისრაელის ზოგიერთი ნაწილი დააცარიელა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ებრაელები არიან. ეს ისრაელები არიან საშინელი ხალხი. ცხადი ესე არ არის, მაგრამ ესე ფიქრობენ ისინი. ხო. თუ გადავხედავთ მეორე ფრონტს, ღაზას, ხამასი კვლავ მყარად დგას იმ ნაწილში, რომელიც შეინარჩუნა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმენ. თუ ისრაელი საბოლოოდ იძულებული გახდება განაახლოს კამპანია ტერორისტების გასანადგურებლად იქ, და ვფიქრობ, თქვენ მიანიშნეთ იმაზე, რომ ადრე თუ გვიან მათ ამის გაკეთება მოუწევთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ყველა საჭირო გაკვეთილი ისწავლეს 7 ოქტომბრის შემდეგ დაწყებული ომიდან. და შეუძლია გაანადგუროს ისინი ისე, რომ სერიოზული ისრაელის ან პალესტინელების მსხვერპლი არ გამოიწვიოს. სამოქალაქო პირების დაღუპვა, რაც, როგორც ვიცით, გარდაულად გამოიწვევს გენოციდის ბრალდებებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, მცდარია, მაგრამ მაინც არსებობს. ხო, ანუ მე რამდენჯერმე ვიყავი ღაზაში, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო 7 ოქტომბერს, და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ მოქმედებს ისრაელის თავდაცვის ძალები. მე ვნახე ისინი მოქმედებაში საბრძოლო პირობებში, როგორც ადრეულ, ასევე შუა და გვიან ეტაპებზე. და ეჩვი არ არის, რომ ტაქტიკასა და პროცედურებში ფენომენალური ცვლილებები შევიდა, როცა ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაკვეთილები ისწავლეს. და დღეს ვიტყოდი, რომ სოფლიოში არც ერთი არმია არ შეედრება ისრაელის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს ასეთი ტიპის სიტუაციაში მოქმედებისას. და ეს მხოლოდ ღაზას არ ეხება. ღაზა უნიკალური არ არის. ის საკმაოდ ბევრი სხვა რამისგან განსხვავდება, მაგრამ სრულად უნიკალური არ არის. ასე რომ იდეა, რომ მშვიდობის საბჭო შეძლებს შექმნას რაიმე სახის სტაბილიზაციის ძალა, რომელიც ჰამასს გაუმკლავდება, შეიძლება ძალიან სასურველი იყოს, მაგრამ ეს არ მოხდება. ეს ფანტაზია. ეს ძალიან სასურველი ფანტაზია, ალბათ.
ერთადერთი ადამიანები, ვინც ამაზე იზრუნებენ, არიან ისრაელის თავდაცვის ძალები. იცით, ინდონეზიელი ჯარისკაცები ან არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯარისკაცები, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა, ისინი არ აპირებენ. ისინი პოლიტიკურად ვერ შეძლებენ. ისინი არ იქნებიან მზად საბრძოლველად. და სამხედრო თვალსაზრისითაც ისინი ვერ შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას. მათ არ შეუძლიათ. სხვასაც არ შეუძლიათ. მხოლოდ ისრაელის თავდაცვის ძალებს შეუძლიათ. სხვა არმიებს შეიძლება მომავალში სწორი წვრთნისა და გამოცდილების შემდეგ შეეძლოთ ამის გაკეთება და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა არა, მხოლოდ ისრაელს. და ისრაელმა უნდა გაუმკლავდეს ამას. ფიქრობ, ესეთი ჩირქოვანი პრობლემა არ შეიძლება კონდეს. დიახ, ამ მომენტში ისინი კარგად არიან შეკავებულნი. რაც ვიცი, მათ არ აქვს შესაძლებლობა შემოიტანონ რაიმე მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალა, რომელიც უკვე იქ არ არის. შეიძლება იყოს გარკვეული ხვრელები თავდაცვაში, მაგრამ არაფერი ფიქრობ ნამდვილად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისრაელი აკონტროლებს ფილადელფიის დერეფანს ღაზასა და ეგვიპტეს შორის, ამიტომ ისინი გააგრძელებენ. ვიტყოდი, რომ აუცილებელი არ არის ჰამასის დაუყოვნებლივ განადგურება. კარგი იქნებოდა, მაგრამ ასე სასწრაფოც არ არის. ფიქრობ, ამას შეუძლია არ იჩქაროს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სხვა მოვლენებს შორის მას თავისი ადგილი აქვს. როგორც ზოგიერთი ისრაელი, ვინც საქმის კურსში ამეუბნება და მითხრა კიდეც, ერთ ომს ერთდროულად უნდა ებრძოლა. მართალია. იცით, მათ არ აქვთ უსასრულო რესურსები, რომ ერთდროულად რამდენიმე ომში იბრძოლან. და არსებობს პოლიტიკური მოსაზრებებიც. მაგრამ ასევე თქვენი კითხვა იმის შესახებ შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება. დიდი რაოდენობით ისრაელის ან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გარეშე. ვფიქრობ, პასუხი ალბათ არის დიახ, ეს შესაძლებელია. ცხადია, მსხვერპლი იქნება. და საშინელი ამაზე საუბარი, იცით რომ თქვა, კი, კარგია, შეიძლება მსხვერპლი იყოს. ეს საერთოდ არ არის ის, რასაც გულისხმობ. მაგრამ შეუძლებელია ომი მოიგოს სასიკვდილო მტრის წინააღმდეგ ისე, რომ მსხვერპლი შენს მხარესაც არ გქონდეს. ასე არასდროს ყოფილა და არც მოხდება ჩემი აზრით. ასე რომ სამწუხაროდ იქნება ისრაელის მსხვერპლიც. ისრაელი, ვიცი, როცა ისინი გადაწყვეტენ, თუ ვივარაუდებ, რომ გადაწყვეტენ ჰამასის საკითხის მოგვარებას, ფიქრობ, მათ უნდა გააკეთონ ეს და ალბათ გააკეთებენ კიდეც და ამისთვის გეგმავენ. ნაბიჯ რაიონიდან რაიონში, იმ დაახლოებით 40%-ში ღაზას ტერიტორიაზე, რომელიც ჯერ კიდევ ჰამასის კონტროლის ქვეშაა. და როგორც სხვაგანაც გააკეთეს ღაზაში, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა გაიყვანონ, როცა წინ მიიწევენ. და ეს შესაძლებელია. ამის მიღწევა შესაძლებელია. და შესაბამისად, მინიმუმამდე დაიყვანონ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, მაგრამ მაინც იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. სწორედ ამას უნდა ჰამას. ისინი თავადაც სურთ, რომ მათი მშვიდობიანი მოსახლეობა გახდეს მსხვერპლი, რადგან ეს თითქმის ერთადერთი გზაა, რომ თვითონ გადარჩნდეს. საერთაშორისო დაგმობის გზით, ისრაელის წინააღმდეგ და მცდელობით შეაჩერონ და ახვეთონ ისრაელის მხრიდან მათი განადგურება, რაც აშკარად მათი მთავარი მიზანია. იმიტომ რომ, იცით, არსებობს საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის სასამართლო. ასე რომ სამოქალაქო მსხვერპლი მაინც იქნება და ისრაელი შეეცდება მინიმუმამდე დაიყვანოს ისინი. მაგრამ როცა ამაზე საუბრობთ, ხალხს ხშირად არასწორად ესმის პროპორციულობის იდეა ომში. და საერთო თვალსაზრისით. და მე არ ვსაუბრობ პროპორციულობის წესებზე, რომლებიც ინდივიდუალურ სამხედრო შეტაკებებს ეხება, რაც საკმაოდ ნათელია. მაგრამ საერთო თვალსაზრისით არ არის საჭირო პროპორციულობა. რაც უნდა მოხდეს, მთავარი წესი უნდა იყოს ის, რომ ისრაელმა გაანადგუროს მტერი, რომელიც მას ემუქრება. და თუ ამ პროცესში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება, ეს ტრაგიკულია, საშინელია, მაგრამ ეს გარდაუვალია. როცა მტერს ებრძვი, რომელიც თავის დასაცავად მშვიდობიან მოსახლეობას იყენებს. და ასევე, როგორც უკვე ვთქვი, სურს, რომ ეს მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპონ. დიახ, ანუ მათ აშენეს ალბათ ის, რაც შეიძლება იყოს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბომბსაფრების ქსელი. ეს ფაქტობრივად ნიუ-იორკის მეტროს სისტემის ეკვივალენტია. მაგრამ ღაზაში ბომბსაფრები განკუთვნილია ბომბებისთვის და ბომბდამშენებისთვის, არა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ხო, ზუსტად. მომეცინება ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ ომისგან. და მინდა კითხო, როგორც ადამიანს, რომელიც აქ საკმაოდ ხშირად სტუმრობს, რომელიც ომსაც იცნობს და ომის პოლიტიკურ შედეგებსაც კარგად ერკვევა. გრძნობ თუ არა შოკს იმ განსხვავებას შორის, როგორც შენ იცნობ ისრაელს, როგორც ის რეალურად არის, როცა აქ სტუმრობ, და იმასთან, როგორც ისრაელი არის წარმოდგენილი მედიაში, დასავლეთში, მაგალითად, თუ წაიკითხავ გაზეთებს ლონდონში ან ნიუ-იორკში. ეს არის ზოგადი აღქმა, იცი, და ამას ბევრ სხვადასხვა ფორმაში ვხედავ.
ეხლა ადამიანები ისრაელს გენოციდის ადგილად ავიქვამენ, მაშინ როცა რეალური ისრაელი საერთოდ არ არის ესეთი. სინამდვილეში ეს სრულიად საპირისპიროა. მაგრამ მაინც ეს აზრი სულ უფრო მეტად ხდება კონსენსუსი დასავლეთის მოსახლეობის დიდ და შემაშფოთებლად დიდ ნაწილში, შესაძლოა უმრავლესობაშიც კი, განსაკუთრებით ევროპაში. დიახ, და ვფიქრობ, რომ შოკი ალბათ ძალიან რბილი სიტყვაა, რადგან შეუძლებელია უფრო დიდი კონტრასტი არსებობდეს ისრაელისა და მისი სამხედრო ოპერაციების შესახებ საზოგადოების ზოგად აღქმასა და რეალობას შორის. მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ეს არც გაუგებრობაა და გაუგებრობაა და არც დაბნეულობა. ეს არც სოდნის ნაკლებობა, ეს არის მიზანმიმართული კამპანია ისრაელის დელეგიტიმაციისთვის, რომელიც დაიწყო საბჭოთა კავშირში 1960-იან წლებში როგორც კონკრეტული განზრახვა, რომ ისრაელი გამოკენებულიყო იარაღად დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში. და რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ ეს კამპანია კვლავ გრძელდება, მას სხვები აგრძელებენ და ეს იცით, ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი პოლიტიკური ომის კამპანია, რომელიც ისრაელს სრულიად არასწორად წარმოაჩენს ვიდრე სინამდვილეში. და მე იცით, ადვილია თქმა, რომ უნდა ვთქვათ სიმართლე. დიახ, უნდა ვთქვათ სიმართლე. მაგრამ ტყუილები ვფიქრობ, კვლავ გააგრძელებს გავრცელებას, რადგან ისინი იმდენად ფრთხილად არის ჩამოყალიბებული და შექმნილი, რომ ძალიან რთულია მათი ამოძირკვა. და მე, მაგრამ ვფიქრობ, ერთი რამ, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ იერუსალიმის სიახლეების სააგენტოს კონფერენციაზე, სადაც ორივე ვიყავით, ნამდვილად ამამახსოვრდა ის კონტრასტი, რაც არსებობს ისრაელსა და ისრაელის მტრებს შორის. და ეს მაშინ გამახსენდა, როცა ვუყურეთ შესანიშნავ კონცერტს, რომელიც გამართეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ისრაელელმა ახალგაზრდებმა, რაც მართლაც განსაკუთრებული გამოცდილება იყო. და ის, რაც ისრაელელებმა გააკეთეს თავიანთ საზოგადოების ნაკლებად უზრუნველყოფილი წევრების დასახმარებლად, მართლაც შესანიშნავია. ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანიც კი მსახურობს ისრაელის თავდაცვის ძალებში. მე ვფიქრობ, ისინი ალბათ ერთადერთი არმია მსოფლიოში, რომელიც იწვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს, რათა მათ თავიანთი ქვეყნის დაცვაში შეიტანონ წვლილი. მაგრამ მეორე მხარე რას აკეთებს? რამდენიმე დღის წინ ვესაუბრებოდი ერთ ჯარისკაცს, რომელმაც მითხრა, რომ მისი სამხედრო დანაყოფი ღაზაში ერთ სახლში იმყოფებოდა. იკავებდნენ სახლს, რომელიც, როგორც იცით, სამოქალაქო მოსახლეობამ დატოვა. სხვადასხვის, სანამ ვინმე იტყვის, რომ ეს ომის დანაშაულია, ესე არ არის. ეს სრულიად ლეგიტიმურია და აუცილებელიც. მაგრამ იმ სახლში გვირაბის შახტი იყო. და ადამიანები, რომლებიც გვირაბში იყვნენ, იქნებოდა ეს ჰამასი თუ ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ, არ ვიცი, ალბათ ჰამასი, რადგან სხვა ბევრი ადამიანი გვირაბში არ შედის. მათ ჯერ გვირაბიდან 3 წლის პატარა გოგონა გამოუშვეს, რომ ენახათ, ესროდნენ თუ არა ისრაელის ჯარისკაცები. თითქოს იქ ისრაელის ჯარისკაცები იყვნენ. შეიძლება არ იცოდნენ, იყვნენ თუ არა იქ ისრაელები და ეს გოგონა იყო მათი მზვერავი, 3 წლის ბავშვი. მე ვიცი შემთხვევები, ვიცი ბევრი შემთხვევა, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები წინახაზზე გაუშვეს ძალით. ასეთ სიტუაციაში, როდესაც ხდება დაპირისპირება ისრაელის თავდაცვის ძალებთან ან ისრაელის პოლიციასთან, იმ იმედით, რომ ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დაიხოცებიან, რადგან რა თქმა უნდა მათ არ აინტერესებთ. მართლა არ აინტერესებთ ისინი. ამას უბრალოდ სიტყვებით არ ვამბობ. ეს მათი მენტალიტეტია, რომელიც არ აძლევს მათ საშუალებას, რომ თანაგრძნობა გამოავლინონ, even საკუთარი ხალხის მიმართაც კი. ამიტომ ისინი იმედოვნებენ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ესვრის მათ, ან პოლიცია ესვრის მათ. რადგან, რა თქმა უნდა, ეს პალესტინური პროპაგანდისტვის დიდი ბონუსია. თუ მტერმა სიონისტმა მკვლელებმა არა მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, არამედ ბავშვი, და ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ისინი იყენებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მოზრდილებს თვითმკვლელი აფეთქებებისათვის. ეს გრძელდება და ვფიქრობ, ეს ალბათ ყველაზე მკვეთრი განსხვავებაა. და უნდა განსაზრო, რომელი სწორია და რომელი არასწორი. და ყველასთვის აშკარაა, რომელი სწორია და რომელი არასწორი. და ყველა ვინც აკვირდება ან რაიმე ცოდნა აქვს ისრაელზე, მის მტრებზე და ამ კონფლიქტზე, ამ საკითხში, ისრაელის მხარეს უნდა დადგეს. სხვა შემთხვევაში ისინი ბოროტების მხარეს დგანან. ხო, სწორედ ეგენი არიან. მათ მორალური ორიენტირი დაკარგეს. და როცა ისინი ისრაელს გენოციდში ადანაშაულებენ, ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ თავად სურთ ამის გაკეთება. შემდეგ მინდა გთხოვოთ, ცოტა ხნით მოიხსნათ სამხედრო ექსპერტის ქუდი და გაგვიზიაროთ თქვენი ხედვა თქვენს მშობლიურ ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენებზე.
ბევრს ვისმენთ ანტისემიტიზმის ზრდის შესახებ. ასევე შეშფოთებას ბრიტანულ კულტურაში ცვლილებების გამო, რაც მასობრივი იმიგრაციისა და სხვა მიზეზების შედეგად ხდება, როგორც ამ, ისე სხვა საკითხებზე. თუმცა იმის გამო, თუ როგორ არის მოწყობილი ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემა, მემარცხენეები, რომლებმაც ხელი შეუწყეს ანტისემიტიზმს, ჩემი აზრით, კვლავ რჩებიან ხელისუფლებაში და დაუფლებაში და შესაძლოა ასე გაგრძელდეს მომავალშიც. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა პერსპექტივა, რომ ბრიტანეთის მთავრობა შეცვლის კურსს ამ საკითხებზე, ან მოხდება ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილება? ეს შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ბრიტანელი ებრაელების უსაფრთხოებას, რაც როგორც ჩანს ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არამედ არალიბერალურ ბრიტანეთსაც. თქვენ ამბობთ, რომ მემარცხენეებმა წაახალისეს ეს, მე ვიტყოდი, რომ ბრიტანეთში ამას როგორც მემარცხენეებმა, ისე მემარჯვენეებმა შეუწყეს ხელი. მაგრამ კონსერვატიული პარტია ძალიან დამნაშავეა. ისინი მრავალი წელია ხელისუფლებაში არიან და ამ სიტუაციის განვითარებას უყურებდნენ. შეიძლება მათ იმდენი არ გაუკეთებიათ, როგორც ლეიბორისტულმა მთავრობებმა, იმ რეალური პრობლემების წასახალისებლად, რომელთაც დღეს ვაწყდებით, მაგრამ მათ ეს მაინც დაუშვეს. და სწორედ ამიტომ იცით, ისინი უბრალოდ მწარედ დამარცხდნენ ბოლო არჩევნებში. ეს ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში აქ რამდენიმე საკითხს აღვნიშნო, მაგრამ პირველი, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ თქვენ ახსენეთ ბრიტანელი ებრაელებისთვის არსებული საფრთხე და ყველა პრემიერ-მინისტრი რაც კი ყოლია და ბოლო წლებში ბევრი პრემიერ-მინისტრი ყავდა, დიახ. მაგრამ განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი პრემიერ-მინისტრები, როცა ისრაელზე საუბრობენ, თითქმის ყოველთვის იგივე ეხება საგარეო საქმეთა მინისტრებს და სხვებსაც. ისინი თითქმის ყოველთვის ამბობენ, მინდა ვისაუბრო ამაზე, იმაზე და კიდევ სხვაზე, რაც ისრაელს ეხება. სხვათა შორის, ეხლა ხან ტელეფონით ვისაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაუსთან და უთხარი, რომ მაქსიმალურად შეამციროს სამოქალაქო მსხვერპლი და უზრუნველყოს, რომ ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას. ეხლა ამ პრემიერ-მინისტრებს ზუსტად იციან რა ხდება აქ. ისინი იციან, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს და ამავე დროს შეამციროს სამოქალაქო მსხვერპლი. ისინი იციან, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში კონფლიქტის დროს ბევრად მეტი გააკეთეს, ვიდრე ოდესმე რომელიმე სხვა არმიამ გააკეთა ჰუმანიტარული დახმარების სამოქალაქო მოსახლეობამდე მისატანად. ისინი ყველაფერ ამას იციან. მათ აქ ყავთ თავიანთი ხალხი. მათ აქ ყავთ MI6-ის წარმომადგენლები, აქ ყავთ სამხედრო ოფიცრები, ყავთ დიპლომატები. ისინი იციან რა ხდება. არანაირი გაუგებრობა არ არის. და მაინც ამას ამბობენ. და როდესაც ამას ამბობენ, სინამდვილეში ამბობენ ნეთანიაჰუ და მისი ჯარები განზრახ კლავენ უდანაშაულოებს. ისინი ომის დანაშაულებს ჩადიან. და ისინი ამას კიდევ უფრო ამყარებენ ისრაელზე ნაწილობრივი იარაღის ემბარგოს დაწესებით. ეხლა მათ იციან, რომ რეალობა ამ სიტყვებსა და ქმედებებს არ ამყარებს. მაგრამ მათ ასევე იციან საზოგადოებრივი აზრის მასშტაბი ბრიტანეთში, განსაკუთრებით მემარცხენეებში და ისლამურ მოსახლეობაში, რომლებიც ამას ეთანხმებიან და ამის მოსმენა სურთ. და მათ არაფერი სხვა არ სურთ მოისმინონ. მათ არ სურთ სიმართლის მოსმენა. ისინი სიმართლეს არ აიტანენ. საშიში იქნება, თუ მათ სიმართლეს ეთყვიან. მაგრამ უკიდურესად საშიშია, რომ ეს რაღაცები ითქვას. არ ვამბობ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელის მოლაპარაკე უნდა იყოს, შორს ვარ ამისგან. მაგრამ მას აქვს ვალდებულება თავისი ებრაელი მოქალაქეების წინაშე, რომ მაქსიმალურად გაავრცელოს სიმართლე, რათა დაიცვას ისინი. მაგრამ ის ამას არ აკეთებს. ის თავისივე სიტყვებით ცეცხლზე ნავთს ასხამს. როცა უკრაინისა და რუსეთის ომი დაიწყო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა იმ დროს ბორის ჯონსონმა მგონი გადაწყვიტა ძალიან მტკიცედ დაეჭირა მხარი უკრაინისთვის. მან იცოდა, რომ ეს ბრიტანეთისთვის ეკონომიკურად მტკივნეული იქნებოდა, როგორც ნავთობის ფასების გამო, ასევე იმის გამო, თუ რამდენი საბრძოლო მასალა და ფინანსური დახმარება იგზავნებოდა უკრაინაში. მან იცოდა, რომ ეს მტკივნეული იქნებოდა. ამიტომ იყო მიზანმიმართული სამთავრობო საინფორმაციო კამპანია, რომ სიმართლე გავრცელებულიყო უკრაინისა და რუსეთის ომის შესახებ. რაღაცა მსგავსი უნდა მომხდარიყო ისრაელის შემთხვევაშიც. კიდევ ერთხელ, არა იმიტომ, რომ მინდა ბრიტანეთი ისრაელის პროპაგანდისტი იყოს, არამედ იმიტომ, რომ მინდა სიმართლე ითქვას, რათა ებრაელები ბრიტანეთში დაცულნი იყვნენ. მაგრამ ეს ბევრად უფრო ფართო პრობლემაა, ვიდრე მხოლოდ ბრიტანეთში მცხოვრები ებრაელების საკითხი. როცა ებრაელები მეკითხებიან, რაც ზოგჯერ ხდება, უსაფრთხოა თუ არა ჩვენთვის ბრიტანეთში ცხოვრება, იცით ჩემი პასუხია. ბრიტანეთში არაებრაელებისთვისაც უსაფრთხოა. ებრაელებიები ახლა განსაკუთრებით თავდასხმის ქვეშ არიან. მაგრამ არაებრაელები, ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი ნაწილი, ასევე თავდასხმის ქვეშ არიან.
დიდ ბრიტანეთში არაერთი ტერორისტული თავდასხმა ქონია ჯიჰადისტების მხრიდან. ჩვენ ქონია მრავალი სხვა ტერორისტული თავდასხმა, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებმა აღკვეთეს და რომელიც მასობრივ მკვლელობას გამოიწვევდა. ბოლო დროს დიდ ბრიტანეთში გამოვიდა ანგარიში, რომლის მიხედვითაც 250,000 ახალგაზრდა თეთრკანიანი გოგონა არაერთხელ გააუპატიურეს ძირითადად პაკისტანური გაუპატიურების ბანდებმა, რომლებიც მთელ დიდ ბრიტანეთში მოქმედებდნენ. თუ დაუბრუნდებით 1970-იან წლებს, ასე მგონია, ან შეიძლება ცოტა მოგვიანებითაც, ეს არის ჯიჰადი. ეს არის გაუპატიურების ჯიჰადი. ასე რომ ჩვენ ყველანი ვდგავართ ამ საფრთხის წინაშე. არა მხოლოდ ებრაელები, არამედ ყველა ჩვენგანი, რასაც მე მზარდ საფრთხედ მივიჩნევ. და რეალობა ისაა, რომ ამჟამინდელი ბრიტანეთის მთავრობა და ვფიქრობ, ალბათ თითქმის ნებისმიერი მომავალი ბრიტანეთის მთავრობაც ამას არ დაუპირისპირდება. მან ჯერ არ დაუპირისპირდა იმას, რაც ხდება, განსაკუთრებით გაუპატიურებებს. მან თითქოს სცადა ამის გადაფარვა, რადგან ეშინოდა რასიზმში დადანაშაულების. მაგრამ სწორი ქმედება, რომელიც საჭიროა დღეს დიდ ბრიტანეთში არსებული ჯიჰადის წინააღმდეგ, ალბათ გარდაულად გამოიწვევს მასშტაბურ ძალადობას. და არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დაადებს ხელს ისეთ ქმედებას, რომელიც მის მმართველობაში ამას გამოიწვევს. მას მაქსიმუმ 5 წელი აქვს წინ და უნდა რომ ამ ხის განმავლობაში ყველაფერი ჩუმად იყოს. მანამდე კი სურს ეს პრობლემა შემდეგი მთავრობისთვის გადააბაროს. ეს საკმაოდ პესიმისტური შეფასებაა. რაიმე შანსს ხედავთ? რადგან, როგორც თქვენ ამბობთ, თქვენ ადგილობრივ მოსახლეობას, ანუ მკვიდრ მოსახლეობას გულისხმობთ. ასე ჩვეულებრივად ევროპელებზე არ საუბრობთ. Sorry. მაგრამ სინამდვილეში ისინი ბრიტანეთის კუნძულზე მკვიდრი მოსახლეობაა. არ ფიქრობთ, რომ რაიმე შანსი არსებობს ამ ტენდენციის შესაცვლელად? ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, არ მინდა პესიმისტურად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან სკეპტიკურად უყურებ ამ საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტას. რადგან როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობ თქვენ იცით, რომ რადიკალური ქმედებაა საჭირო ჯიჰადთან გასამკლავებლად და ასევე იმიგრანტების მზარდ რაოდენობასთან გასამკლავებლად, რომლებიც ყოველდღიურად უკანონოდ შემოდიან დიდ ბრიტანეთში. ლა-მანშის სრუტით, ძირითადად, მაგრამ სხვა გზებითაც, ამგვარი რადიკალური ქმედება დიდ პრობლემებს გამოიწვევს. ეს უდავოა, სხვანაირად შეუძლებელია. ამას ვერ გააკეთებდი ამის გარეშე. ესე რომ და მართლა არ მგონია რომელიმე პრემიერ-მინისტრი ამას გააკეთებს. მე ვფიქრობ, იცით, კარგი, არსებობს უფრო მემარჯვენე პარტიები, როგორიცაა რეფორმა, რომელსაც ნაიჯელ ფარაჯი ხელმძღვანელობს და რესტორი, რომელსაც რუპერტ ლოუ ხელმძღვანელობს, რომლებიც ამბობენ, რომ ამას გააკეთებენ. გააკეთებენ თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხია. მე ვფიქრობ, იცით, როდესაც პოლიტიკოსი რეალურად პრემიერ-მინისტრის სკამში ჯდება, ყველაფერი გარედან სულ სხვანაირად ჩანს. ასე რომ იმედი მაქვს, ვცდები, მართლა მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ არ ველოდები ამაზე პოლიტიკურ გადაწყვეტას. ვფიქრობ და არ მინდა ეს არანაირად ვნახო. ვფიქრობ, ყველაზე სავარაუდო შედეგი იმისა, რასაც ამ მომენტში ვაწყდებით, არის სამოქალაქო ომი დიდ ბრიტანეთში, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ სამართლიანობა საკუთარ ხელში აიღონ, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტა არ არსებობს. ეს ბრიტანეთში ძალიან დამანგრეველი რამ იქნებოდა. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ეს საერთოდ განვითარდეს? პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ეს შეიძლება თავიდან იქნას აცილებული იმ რადიკალური ქმედებებით, რომელთა ალბათობაც, როგორც თქვი, დაბალია. მოდით დაუშვათ სამწუხაროდ, რომ ეს მართლაც ხდება. ფიქრობ, ჩვენ ვიქნებოდით ისეთ სიტუაციაში, რომელიც ძალიან გავს ჩრდილოეთ ირლანდიას. როცა ვამბობ სამოქალაქო ომს, არ გულისხმობ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება ჩრდილოეთ ირლანდიაში. მეც ხშირად ვიხავი იქ, ძალიან ხშირად. მაგრამ მე ასე ვიტყოდი, მე არ ვსაუბრობ ამერიკის სამოქალაქო ომზე, სადაც ფორმიანი არმიები ერთმანეთს უპირისპირდებიან. მე ვსაუბრობ ისეთ რამეზე, როგორიც იყო ჩრდილოეთ ირლანდია, რაც ფაქტობრივად სამხრივი კონფლიქტი იყო თუ გნებავთ, სადაც მთავრობა, არმია და პოლიცია ცდილობდნენ თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას და პროვინციაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. და შემდეგ იყო ირლანდიის რესპუბლიკური არმია და მასთან დაკავშირებული რესპუბლიკური ტერორისტული ჯგუფები. ან კათოლიკური ორგანიზაციები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ალსტერის თავდაცვის ასოციაციას და მასთან დაკავშირებულ პროტესტანტულ, ეგრეთ წოდებული ლოიალისტურ ჯგუფებს. ეს იყო სამხრივი კონფლიქტი, რომელიც 30 წელი გაგრძელდა და გამოიწვია უამრავი ადამიანის, როგორც უსაფრთხოების ძალების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და საბედნიეროდ ასევე საკმაოდ ბევრი ტერორისტისაც.
მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს არის ის, რაც მოხდება. შენ ვიხილავთ, როგორც ცდილობს მთავრობა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შეაკავოს ძალადობა და შეინარჩუნოს წესრიგი. და შემდეგ ერთმხარეს გვეყოლება, ესე ვთქვათ, ადგილობრივი ბრიტანული მოსახლეობა, ალბათ ზოგიერთი მუსლიმით შეუერთდება მათ, იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მხარეს, რადგან რა თქმა უნდა, ბევრი მუსლიმია, ვისაც ყველაზე ნაკლებად სურს შარიათის კანონი და ჯიჰადი ბრიტანეთში და მსგავსი სიტუაცია. ასე რომ ზოგი და ალბათ ზოგი მუსლიმი, ზოგი ინდოელი, ჩვენ ბევრი ინდოელი გვყავს ბრიტანეთში. ბევრი მათგანი ალბათ ადგილობრივი მოსახლეობის მხარეს დადგებოდა. და შემდეგ მეორე მხარეს ჯიჰადისტები ძირითადად რომელთა რაოდენობა ფიქრობ ესეთ სიტუაციაში გაიზრდებოდა, როგორც იცით, თუ ვივარაუდებთ, რომ ფართომასშტაბიანი ძალადობა მოხდებოდა ორ მხარეს შორის და ალბათ მათ მხარესაც იქნებოდნენ ადგილობრივი მემარცხენე რადიკალები. ეს საკმაოდ დამაფიქრებელი აზრები ბრიტანეთის ზოგად სურათზე. ეს საშინელია და მართლა იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ ამ მომენტში ვერ ვხედავ. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის თავიდან აცილება მოხერხდეს. ამ მძიმე ნოტაზე მინდა მადლობა გადაგიხადოთ პოლკოვნიკო კემპ, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. როგორ შეიძლება ჩვენო მაყურებლებმა და მსმენელებმა თვალი ადევნონ თქვენს საქმიანობას? მე მაქვს ვებგვერდი, რომელიც არის richardkemp.com-ი. მე ვარ X-ზე, სადაც ვარ COL Richard Kemp-ი. Instagram-ზე COL_Richard Kemp-ი. და მე საკმაოდ ხშირად ვაკვეთმებ სტატიებს Daily Telegraph-ში და სხვა ბრიტანულ ეროვნულ პრესაში, მაგრამ თითქმის ყველაფერი, რაც გინდათ, თუ თქვენ გიჭირთ ღამით დაძინება და გინდათ რამე რაც დაგეხმარება ჩაძინებაში, შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩემს ვებგვერდზე. არა, ასე არ ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესოა და ჩვენს აუდიტორიას ურჩევ, რომ მოგვყვეთ. ასევე გვინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს აუდიტორიას. გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ყოველდღე მოусმინოთ ჯონათან ტობინის ყოველდღიურ გამოშვებას, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ყველგან, სადაც პოდკასტებს უსმენთ. და არ აქვს მნიშვნელობა გვისმენთ ერთ-ერთ მათგანზე თუ გვიუყუროთ პირდაპირ ეთერში Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე. გთხოვთ მოიწონოთ და ან გამოიწეროთ JNS და აწკაპუნოთ ზარზა შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვოთ კარგი შეფასებები. გთხოვთ მოგწერეთ მისამართზე thinktwice@jns.org და შეგვატყობინეთ სად უსმენთ ან უყუროთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. ერთი საორგანიზაციო შენიშვნა მომავალ კვირას არ ვიქნებით ეთერში, რათა ვიზეიმოთ 4 ივლისი, ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავი. და გახსოვდეთ, განაგრძეთ კითხვა და საკუთარი თავისთვის ფიქრი. და მალე ისევ ვნახავთ.